იმედი და რეალობა. დღეს მინდა ამაზე ვისაუბროთ. ეს არის დამნაშავე, ის ღირსია რომ იქ იჯდეს. როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, მარტო ის არ კარგავს თავისუფლებას. ვინ არის ნამდვილი პატიმარი? გისოსებს აქეთ ვინც დავდივარ თუ გისოსებს შიგნით არის. პირველი ვინც შედის სასופეში არის ავაზაკი. ამიტომ ავაზაკი ბუნებით არ არსებობს ბოროტ მოქმედი. ციხე ადამიანის გადარჩენის ადგილია? აი ამ ხელა გისოსებით და იქიდან რომ მიყვირიან მამაგურამ დაგულოცე და ამ დროს კატები, მტრედები, ფრინველები გარეთ დარგვიან. შეიძლება ადამიანი გისოსებს მიღმა იყოს თავისუფალი. ძალიან ახლოს ხდება მეს. იქიდან გამოსვლის შემდეგ რამდენად აგრძელებენ ეკლესიურ ცხოვრებას? ყველა ადამიანში ღმერთი ცხოვრობს. თქვენ თუ გონიათ რომ ციხეში ვინც არის, მეტად ბოროტმოქმედები არ ვიდრე ჩვენი ცხოვრებისეული წესების გამო, კარგად ჩავიხედოთ გულებში და ის ქვები ცოტა ძირს დაუშვას ყველამ. აი თქვენ რა ისწავლეთ მათგან? აი გეტყვით. ყველაზე მეტად ღირებული პატიმრებისთვის არის მოწყალე. შეიძლება გადარჩენის ადამიანს რომ გოსმოსად იყავით მოწყალე, როგორც მამა თქვენია მოწყალე. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება Podcast Point-ში და თუ თქვენც ეძებთ სივრცეს თქვენი კონტენტის შესაქმნელად, უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ცხოვრება გისოსებს მიღმა და გისოსებს გარეთ დარჩენილი ოჯახის წევრები. დღევანდელი ჩემი სტუმარია მამა გურამ ოთხოზურია. გამარჯობა მამა გურამ. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მესტუმრეთ. დღეს მადლობა. მამა გურამ ყველამ ვიცით რომ თქვენ დადიხართ საპატიმროებში, ხვდებით პატიმრებს და ყველაზე კარგად იცით მათი სულიერი ცხოვრება. როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, მარტო ის არ კარგავს თავისუფლებას. უხილავი სასჯელით ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრებიც. დედები ელოდებიან, შვილები მონატრებაში ისდებიან, ცოლები თითქოს ორ ცხოვრებას შორის ცხოვრობენ, იმედი და რეალობა. დღეს მინდა ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ ხშირად ვჯელობთ ადამიანების ცუდი საქციელის მიხედვით, მაგრამ არ ვიცით მათ რა გზა გაიარეს თავიდან და მანამდე. და ყოველთვის განკითხვის ობიექტები ხდებიან ეს ადამიანები. აი აქედან მინდა დავიწყოთ, რას გვეტყოდით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ათასობით პატიმარი და პატიმრიშობელი მადლობელი დაგრჩებათ ამ ყურადღებისთვის, ვინაიდან ნამდვილად ჩვენ საზოგადოება არ არის ჩვენი საზოგადოებიდან ვერ იღებენ არა თუ ხარდაჭერას, რაღაც გვერდში დგომას და არამედ სამწუხაროდ ის ძველი სტიგმას, არ ვიცი საბჭოთა კავშირიდან არის თუ რაღაცა მუშაობს რაღაცნაირად საზოგადოებაში, თითქოს პატიმარი ეს ბოროტმოქმედია და მათი მშობლებიც ეს მათი ბრალია და მოკლედ ისინი უნდა იყვნენ და არავინ არ ვართ დასხვეული. სამწუხაროდ ეს 2000 წელი ბევრი რამე არ შეცვლილა, როგორც ქრისტეს დროს იყო. რაც ქრისტეს დამართეს, ხო? ქრისტეს ხო პატიმარი იყო, იმ ღამეს საპყრობილეში იყო. და ესე ბრბო რო ყვირის, რო ჯვარსაცვი. აი ეს ჟინი რაღაცნაირად სამწუხაროდ მუსირებს რა, იმდენად მე მაგათად ძალიან განვიცდა, თითქოს მეც იქ ვარ, იმიტომ რომ მე მართლა ვიცხოვრობ პატიმრების ცხოვრებით 2014 წლიდან სანამ აი კორონა რომ ეპიდემიაში გადავიდა,
რაღაც 9 თვით აიგრძელა ციხეებში შესვლა და თურმე ისე იმდენად გადავტვირთულ ვარ, რომ ეს რო გამოაცხადეს რაღაც თითქოს დავიბადესავი თუ ტვირთი რო კაი გეყოფა ხა. ამოისუნთქეთ. კეფიცები აი სახში ვიყავი და თუ დაბიჯერებ რაღაც სიხარულის კალამის იმდენი მიზიდია თურმე. ძალიან ძიმეა. არ მქონდა უფლება რომ შემესვენ ალბათ, მაგრამ ალბათ შინაგანმა ვიგრძნო და ესე იგი 6 წლის მანძილზე აი პირდაპირ ასე იგი 10 ციხე და ზონაში, რაც კი თბილისში არის, ქუთაისშიც კი მიწევდა ხანდახან ჩავსვა იმას არ ჩავ. 10 ციხე და ზონაში. დიახ. კვირაში 3-4 დღე. შეიძლება 5 დღეც დილიდან საღამომდე. აი ასობით კი არა შეიძლება ვთქვა 1000-ობით არის. უბრალოდ მათი ცხოვრები ცხოვრობდეს ბედისწერა იყო ჩემი ეთყობა აქ არა ლაპარაკი. მე სხვათაშორის თავიდან მეგონა რომ ეს სახარებისეული ცნებებს ასრულებდი. ეს მიზიდავდა რომ მე ხვასრულობდა პატიმრებს და დავეხმარო ან უგეშო და ასე შემდეგ ესე შევედი. მაგრამ ერთგვარი სატყუ არა გამოდგა თურმე აი როგორც ჩვენთან არის გამოდგა დანასული ესა ორივე ილესება არანაკლები. დიახ. რა ხდება ადამიანის სულში გისოსებს მიღმა? არანაკლები მე ვისწავლე ცხოვრება მართლა ხრმად. თქვენც ისწავლეთ მათგან? აი ცხოვრება ეს არის აი ოკეანეში ხო არის ან რაღაცა ძალიან ღრმა რაღაც 100-ობით მეტრები და იქ ისე ცხოვრები ანუ ცხოველებს პირდაპირ მიშოვებით მართლა თევზები კი არა რაღაცები არის არავინ არის იქ რა ხდება და შეიძლება საშიშიც კი იყოს და როდესაც ამას გადალახავ ახლოს მიხვალ იქ მართლა ოკეანესავით სულ სხვა ცხოვრებას ნახავი რომელსაც ჩვეულებრივად ვერ დაინახავს და მოკლედ თვითონ ორი სიტყვით ვთქვათ მაინც მიზანი რა არის და ეს სხვადასხვა სახელით არის ცნობილი საპატიმრო ადრე სატუსაღოები ერქვა და უშუალოდ საპყრობილეები ერქვა სხვადასხვის სასჯელის ის ფორმა რომ ეს დღეს გვაქვს ანუ ვადიანი წლებით რომ ანუ სასჯელი არის წლები რომ იქ იყო 5 წელი 10 წელი უადო ადრე ასე არ იყო ადრე იყო დროებით მოთავსების ვიდრე სიკვდილი დასჯიდნენ ან ვიდრე გადაასახლებდნენ ან ვიდრე რავის აწამებდნენ ან ვიდრე რაღაცა დროებითად ესე ყავდათ და მუდმივის არ იყო ესეთი უბრალოდ სტაციონარი რომ ამდენი წლები მოხდა ეს შუა საუკუნეებიდან დაიწყო პატიმრები ბიბლიაში ვიცით ძალიან მაგალითად 10 წელი მაგალითად იოსები იაკობიძე რაღაც ესეთი ჯურღმულში იყო გატარებდა იერემია საპყრობილეში იყო იოანე ნათლისმცემელი იყო შეპყრობილი მაცხოვარმაც გაატარა ღამე დაკითხვაზე და იქ ესეთი თავად სახელწოდება ახლა სხვადასხვა სახელი ქვია მაგალითად ერთხელ სხვადასხვის რომ ველოდი ნუ სანამ შევიდოდი იქ საზოგადოებრივ ქვია მისაღებში და იქ გვაძლევენ სტუმრის სტატუსის რო არის წარწერით რო არის და მე ინგლისური არ ვიცი წავიკითხე რაღაც შევხედავ ანუ ინგლისურად ეწერა ამ ორგანიზაციას ქვია რაც კორექციონე წერა მე ლათინურად სწავლობდი კორექციონ კორექშენ ხო სა ministry of Georgia მას ანუ კორექციის სამინისტრო აი რომ კორექცია რა არის ხა ქალებს კორექციას რო უკეთებენ ამ დროს გვაქვს კიდეც წიგნის კორექტირება კორექტორი ახლა რომ შევაერთოთ თურმე მიზანი რა ყოფილა ანუ კორექტირება როგორც წიგნს შეიძლება ხა წიგნი მავშო და ან კარგი წიგნი შეიძლება დაწერო მაგრამ თუ კორექტირებას არ გაუკეთებ საშინელება იქ ძიმე წერტილი ახლა ძიმე რა კორექტირები რედაქტირებას არ აკეთებ კორექტორი თითქოს ესე ტექნიკურ მხარეებს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ანუ აქ ხდება ადამიანის კორექცია მოგეთ რომ ვთქვათ ანუ არა პირდაპირ მნიშვნელობის შურიძიება და რაღაცა ერთ-ერთი ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზანი საპყრობილეში ყოფნის რომ განიცადოს ტკივილი და რაღაცა საპირწონედ რაც სხვას გაუკეთა ხომ ამ ფორმის მაგრამ ძირითადად ეს არის მაინც იქ ხდება კორექტივები შედის ადამიანის ცხოვრებაში და ეს ყველა პატიმარი გეტყვით ამას 100-დან 100 პატიმარი გეტყვით ჭირდება კი ადამიანს ეს აუცილებლად რო სამწუხაროდ როდესაც დანაშაულს ჩადის თვითონ სხვა გამოსავალს არ უტოვებს განგებას ეს არ უნდა
რატომ უნდა გაგებათ თავისუფლებისთვის გააჩინა ადამიანი მე რო შევდივარ გდანეც ციხეში და რო უყურები კორპუსები ასე აი ამ ხელა გისოსებით და იქიდან რომ მიყვირიან მამაგურამ დაგვროცე და ამ დროს კატები, მტრედები, ფრინველები გარეთ დარბიან და ამ დროს ადამიანი ღვთისმშობლება იქ გისოსებში ნუ ხო არ არის რაღაცნაირად მაგრამ ღვთის განგება რა აქ უამრავი მხარე აქვს ამას რაც მთავარი ის არის რომ აი როგორც გითხარით უმრავლესობა ხვდება ამას და ბევრ ამას ასუფთავებს, ასწორებს თავის ცხოვრებაში. აი ძირითადად ასეა. შემდეგ სასჯელის დროს ხვდებიან თუ ბევრად მერე. აი გეტყვით ახლა. თვითონ სასჯელასურების სამინისტრო რო გვაქვს ჩვენ და პენიტენციური დაწესება, პენიტენცია ნიშნავს მონანიებას. ანუ მონანიების ანუ მიზანი არ არის შურისძიება და გატეხვა ადამიანის, რომ სახელმწიფო ღმერთის ხელშია და ისეთ კანონებს იღებს სახელმწიფო წესით, ასე უნდა იყოს, რომელიც ადამიანის პირდაპირ მნიშვნელობის შურისძიების კი არ უნდა იყოს, არამედ რომ დაეხმაროს მონანიებაში. მონანიება არის მოქცევა. მონანიება არ არის რაღაცა ვაიმე შეწუხება რაღაცის გამო, არა, ეს არის ძირეული ცვლა ადამიანის მეტანოია ქვია, ბერძნულად ნიშნავს მიდგომის შეცვლა 180 გრადუსით, აი ეს ასე მოდიხარ. აი ერთ-ერთი მიზანი ეს არის. ახლა ქართული სიტყვა, სხვათა რუსულშიც ესეა, ნაკაზანი, ნაკაზარი მითითება, განკარგულება რუსულ. სასჯელი, საწინსართია, სათქმელი, თქმა, სათქმელი, სჯა, სასჯელი რა არის, სასჯელად. საფიქრებელი, საგონებელი, ანუ რაღაცას უნდა მიხვდე, ამიტომ ამ სივიწროვეში, რომელშიც აღმოჩნდება ადამიანი მოულოდნელად იქ რაღაცა ხდება, რომელსაც გარეთ ვერ ხდებოდა, აი როცა მიშვებულად ცხოვრობ. ამ შემთხვევაში მართლა ფიქრის საშუალება ეძლევა. ფიქრი, გადაფასება, რამდენი პატიმარი მინახავს, მე ერთმა მითხრა, რომ ისეთ თანამდებობებს ვერ იყო სხვათა შორის და ისე დამიმძიმდა ცხოვრება, რომ ვიცოდიო, რომ უნდა გავჩერებულიყავით, თორე ვიღუპებოდიო. და ვიცოდიო და ვერ ვაჩერებ ჩემ თავსა და პირდაპირ მეშვებით მანქანაც კი გავაჩერებ ერთხელ გზაზე რომ უკვე რაღაცა უნდა გავაკეთო და ვერა და რაღაცაზე იქ მოხდა და რომ დამიჭერეს საკანში აღმოჩნდა აი მოვედი სახში ვთქვი რა ეს პირდება ძალიან ბევრ პატიმარს ვთქვა ანუ ადამიანები ჩვენ ვარ და ხან რაღაცა გაგვიტაცებს ხო და კი იცი რომ საერთკენ მიყავ ხარ და აი მაშინ ხდება მე ამას ვეძახი ახლა ხუმრობთ ხო სპეცოპერაციას ზემოდან მოვედია დაგეხმარებიან მაშინ რახან შეგინდა ეს ასე საბოლოო ჯამში ესე ყველა ადამიანი საბოლოო ჯამში ყველა თვითონ უკვეთავს რაც ხდება მის გარშემო შეიძლება ის გვეგონოს იმ წუთას უსამართლობა და ვაიმე რა დავაშავე და მაგრამ ღერითმაც კი ერთი მეორე სანუგეში ვიცოდეთ ჯოჯოხეთშიც რომ ვიყოთ იქაც ღმერთი მოუკლებლად ყველგან ღმერთია ამდენ არცად არ არის ადამიანი განწირული არის ტკივილი არის ის თავისუფლების შეზღუდვა არის ყველაფერი მაგრამ ის რასაც ბადებს ეს თუ სწორად გამოიყენებ ბევრად მეტია ვიდრე ეს ფიზიკური ტკივილი რა თქმა უნდა თუ ადამიანი გონსმოვა ხო ამის ზოგადად ეს მინდოდა მეთქვა და ახლა რაც შეეხება რა ვიცი მეტი რა გითხრათ შეიძლება ადამიანი გისოსებს მიღმა იყოს თავისუფალი. დიახ. შეიძლება? მე შემიძლია თქვა, აი უადო პატიმარ გიორგის მაგალითით, გუშინ ვიყავი სოთაშორის. დიახ. ჩვენ ისეთ საუბრები გვაქვს ჩვენ უკვე 12 წელია მე მასთან დავდივარ 21 წელი თავდება ახლა რაც ის. აი თუ შეიძლება სახარების სიტყვები შესრულდეს, სადაც ქრისტე ამბობს, რომ შეიცნობ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ, ეს შეიძლება ამ ბავშვი ბიჭზე ითქვას, ბავშვი, 40 წლის ხდება 18 წლის შევიდა, წარმოიდგინე. რა იმედია ადამიანს, რომელსაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსი არ ეძლევა, როგორ უნდა იყოს? მიუხედავად იმისა, რომ 21 წელი წარმოიდგინეთ, ერთ სივრცეში ხარ. ერთადერთ მაგან თქვა ეგ გუშინაც ყველაფერი წამს მამაგურამ კი და უამრავი ისინი აქვს სულიერი გამოცდილებები მან ყოფნისას რა ხდება მის ცხოვრებაში რომელსაც ვერავინ ვერ ხედავ მაგრამ მაინც აი და იგივე რუტინა რომ დგები საკანი ისიც სპეციალურად არის ეს შეღები მკვდარი მწვანე ფერი თუ ის აი მწვანე ხასხასა კი არა დამჯდარი მოშავოში რო გადადის ესეთი ფერია გისოსები ესეთი ფერია კარი რო დგები ესეთი ფერია კედელი ესეთი ფერია
პლასმასის კოვზი, პლასმასის ჩანგალი, პლასმასის თეფში, სულ ეგეთი მეტი სხვა ფერი არ არის. ეს ერთგვარი რაღაც ნუ მოკლედ ადამიანის ესე მოქმედების რაღაც რაყანო განიცადო სად არის. და ერთ და იგივე რუტინა და აქედან იყურები, ახლა მე სხვა იმაშიც თქვი ეგა რომ ცაცკი მენატრებოდა და მენახავს უგესოსებია ყველგან. მაგრამ აი მისი შინაგანი თვალები რომ ნახო თვალები, ანთებული თვალები შენ სიცოცხლე წყურული რამხელაზე. სხვადასხვა ზუადო პატიმრებზე არ ვიცი კიდე ვისაუბრებ, კი აუცილებლად ვისაუბრებ. აი როგორ არის წარმოდგენები და არის თვითონ უადო პატიმარი. ანუ ხანდახან რო ჩადიან იქ ფსიქოლოგი იქნება თუ დაუშვათ სოციალი პირველად რო განაწილებენ უადო პატიმარი. მეც კი ჩემი საზრითაც მეც ასე მეგონა. გონია თუ რახანის უადოა ისე კი ეს საშინელი მონსტრია, ესენი არ არიან ჩვეულებრივი პატიმრები, უადო პატიმარი უნდა იყოს და წარმოიდგენენ და ლამის მე დავალაპარაკებ ერთ-ერთ იმას პიროვნებას ვისაც მოუწია ეგ შესვლა რაღაცის გამო პატიმრებთან მუშაობა და რაღაც დამამშვიდებელი თუ ვალიდური მივიღო თუ დამამშვიდებელი რომ გამეძლო მათთვის ისე წარმოედგინა თურმე არა და სხვა რეალობა რა იმედით ცხოვრობენ სხვადასხვა ყველაზე მშვიდობიანი პატიმრები არიან და რატო ვადიანი პატიმრებს შედარებით ელოდებიან რაღაცას, ან უდოს, ან შეწყალებას, ან იმას, ან წლები აკდება. ხო, უადო არის, ხო, არის უადო და არის სამუდამო ღმერთთან უკრას, იმას საერთოდ არაფერი არ ეხება და შეიძლება სკამს, ელექტროსკამს ითხოვენ ამერიკაში, ვინც უადო იმიტომ არის რომ შესაძლებელია 15 წლიდან ოფიციალურად ევროპული კონვენციით და უამრავი ესეთი იმებით ამინისტია შეეხოს. რაღაცა შეეხოს. ამის კი არა. დაბალი ბადიანზე გადაყვანა, ან ბრასლეტი დაუშვათ, ან ის ან 20-დან, მაგრამ სამწუხაროდ აი კვლევებაზე და რაღაც ესეთზე ნაკლებად იყენებენ ჩვენთან და სამწუხაროდ კიდევ არ არის გათვალისწინებელი მართლა პენიტენცია, ეს მონანიება, პატიმრის შინაგანი მდგომარეობა. რაღაცაირად აი მე ვესწრები ხოლმე სასამართლოებს აი ხა 20 წლამდე 15 წლიდან უადო პატიმრები აი გიორგის მაგალითზე გეტყვით ყოველ წელს გაყავთ სასამართლოზე ანუ ეკუთვნის ოფიციალურად ანუ შესაძლებელია თუ არა ვადიანზე გადაყვანა და ერთ და იგივე 5 წელია ეს ბავშვი 6 წელია ერთ და იგივე შეუძლებელია რომ ყველაფერი კარგად გაქვს ანუ კი ბატონო კი ხო ის არის რესოციალიზაციის პროგრამები აბა თუ მიიღე მონაწილეობა სპეციალურად ამზადები გარეთ გამოსასვლელად იქ მარწყვის მოყვანის გვასწავლესო იქ ის ყველაფერი და ეს მოგროვდება მე სასამართლოს გადაეცემა და მოსამართლე გახედავს ნუ რახან გაყავთ წესით ხო ესე იგი რაღაცა თუ აზრი არ აქვს მათ რაღაცას შეცვლა საჯერის მაშინ რაზე გაყავთ ხო თუ გაყავს ერთ და იგივე ყველაფერმა ამან კარგი ბიჭი ხარ ყველაფერი კარგად ბიოგრაფია ისტორია ციხეშიც კარგად იქცევი მაგრამ ვერ გადაწონა თქვენი დანაშაულის სიმცირე ახლა ეს ბავშვი ეს პროტოკოლია რომ უნდა გაიყვანო ზუსტად ერთ და იგივე ტექსტია და მე როგორ შევცვალ მაშინ რატე გამოგყავარ მაშინ შემაცვლებინ ეს დანაშაული მე ვერ შევცვი 18 წელს ვიყავი გავაკეთე კი ჩავიდინე 20 წელია ვზივარ შენ აპელირებ რომ მაინც ვერ გადაწონა ამან ის მე ჩემი თვალით მაგ წაკითხული ეს მაშინ მითხარი რა გავაკეთო ხო არ არის წამება აი პირდაპირ გეტყვით ეს არის წამება იმიტომ არაფერს არ ითვალისწინე მაშინ არ გამიყვანო მე შენ გაყავარ სასამართლოზე რახან ცვლილების იმედია და აი რა შევიცვალო იმედის გაცრუება დიახ მე 15 თუ 13 წუთიანი სიტყვით გამოვედი ერთხელ ამდენიმე წელი წინ გიორგის საპროცესოზე ზუსტად და ვეუბნები ასე ამის ისტორია წიგნი დაწერა ამ ბიჭმა ისტორიის სახელმძღვანელოები გამოსცა 2 ტომი ინგლისურად პოემა მოთხრობა რესოციალიზირებულია თითოეულის უჯრედი მონანიებულია არასოდეს არ უთქვამს გიორგის რომ არიქა გამიშვიდა და ბზად ვარ თუ კიდე ბოლომდე ვიყო უბრალოდ ამ ირონიას და ცინიზმით არის ჩემთვის რომ გავყავარ და მიზეს მეუბნებიან ის არა გაქვს ის არის ძიმეა კი მაგრამ სიმძიმე მაშინ რატო გავყავარ ანუ იმას ხო ვერ შევცვლი
და როდის შევიცვლები ეს უარესობისკენ არ გადადის მე ვუთხარ მოსამართლეს კაი თქვენ ამბობთ რომ გამომცხვარი არ არის ჯერ და ნუ გასაგებია თუ გამომცხვარი არ არის პური ცომი არ შეიძლება მაგრამ რო დაიბუგოს პურს გააჩერებ ღუმელში ცოტა 2 წუთი დრო და მაშინ პასუხს ვინაგებს მეთქი მისმინა გავიდეთ არ არის ჯერ გამომცხვარი მე მუდმივად ყოველ წელს გამოდის ერთ და იგივე არაფერი მარტო ისე და მაშინ მოგრეთ რას ვამბობთ ალბათ საზოგადოებაც მზად არა ვარ ჩვენ რაღაცების გამო რა ცოტა ისე საზოგადოება რომელშიც არის სტიგმა რომ პატიმა არის მოახა დავანო თუ ვადოს ზოგადადაც ეს არის დამნაშავე ის ღირსია რომ იქიჯდეს აბა როგორ უნდა და კი გასაგებია მკვლელობაც ხდება ეს ნარკოტიკები და ყაჩაღ ყველა დანაშაული არის სახეზე აქ ამაზე არ არის ლაპარაკი რომ რატო ზიან ციხეში აქ არის ლაპარაკი კი ზის მაგრამ შერის იმედი გაქვს სანამ აი მე ვაკვირდებოდი სხვათა შორის მშობლებს აი ემართებათ ეს აი ვინც ყველაზე მეტად განში და იმას დაემართა რომ ის ოჯახის წევრი რომ მოხდება აი სხვას რო განშის აი ეს არის ის რომ ჩვენში ქრისტიანობა არ არის ფესგავთმული მე კიდე გეუბნებით მე არ ვლაპარაკობ რომ პატრიარქი და გამოუშვა და შუშის ისინი იყოს იქ და შუშაბანდები და ფსიქიზგისო ნეტა ასე იყო წესით ასეც უნდა იყოს ჩვენ რომ მართლა ქრისტიანული საზოგადოება ვიყოთ მინიმუმზე უნდა იყოს პატიმარი არ უნდა წავიდეს იქ ამაზე პასუხისმგებლობა სხვათა შორის ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენც რაღაცა იქნებ დავაკელით იქ ახალგაზრდაც ტაძარში მივიდა მღვდელი ვერ დაელაპარაკა კარგად აქეთ მეზობელიც რაღაცას აკეთებდა და ისეთი უხეში სიტყვები უთხრა რომ ვერც მეზობელმა გაუგო იქით მშობელმა იქ და აი ესეთი უცბად ციხეში და მე ჩვენ ქვებს ვესვრით და ამ დროს პასუხისმგებლობას ჩვენზეც არის რაღაცას დავაკელი სიტყვა სიყვარული თუნდაც ის დავაკელი რომ მე მთელი ჩემი ენერგია ჩემი მოხვეჭას მოახმარე და გარეთ არ გამიხედია ითებს ერთ ანუ გეშო სიტყვაც კი საკმარისი იყო თავის დროზე სანამ გაბოროტდებოდა რამდენი პატიმარი ვიცით ასეთიც გარბის და საყრე ვერ პოულობს ნუგეს მე იკლავს და შურის მაძიებელი ხდება რაღაცა ფორმით და იმას სულაც არ უნდა ის პატიმარი მე ვიცი ერთმა ტყვის გარეშე შევედი და საყაჩაღებლად ტყვი არ ვედო იარაღში ჩემი თავი აი იმდენა შევიწრობილი ვიყავი და იმ საზოგადოებაში არ ვიყავ სადაც ყოფილიყავი აი ჩემი თავი გადავტეხეო რაღაცნაირად რომ აი ეს სივიწროვე რომ მიხშობენ ეს სივცე გამერღვია რაღაცა უამრავი სიტუაციები ესეთი და მეორე კაცო ქრისტიანები არაბობს კაცის მოძულეც კაცი მკვლელიაო იქ შეიძლება ზის მკვლელობაზე ადამიანი რომელიც სულ არ უნდა შემთხვევა მოხდა კი ბევრი გიორგის შემთხვევაში იყო ასე მაგალითად ეს ბიჭი იქ სამნი იყვნენ ეს ჯგუფური მკვლელობა იყო და მე რაც ვიცი და გიორგისგან ვიცი დარწმუნებული ვარ ასე არის ახლა იქ შეიძლება ჩვენებაზე სხვანაირად არის ეს ბიჭი თვითონაც თქვა კარატის ჩემპიონი იყო თბილისის გიორგი 18 წლის ბიჭი უნივერსიტეტში სწავლობდა მაგრამ აი ცოტა აუშვა ქუჩა რაღაცა ისეთი გაბედული ბიჭი იყო ცოტა ხო იცი ქუჩაზე თავი რო გამოხატოს და ამ დროს ამით მოხდა ისე რომ უკვე გადაწყვეტილი გონიათ ერთ ბიჭის რაღაცა მკვლელობა მე არ ვიცოდი მე მოხდა შემთხვევა ბოტანიკურ ბაღში მოხდა ეს ყველაფერი გიორგი ამას საქმეს ურჩევდა ამ ბიზ და ამ დროს მე არ ვიცოდი მაგრამ მოხდა მკვლელობა ნუ ჩაარტყეს იმ ბიზ და ჩემი ბრალი ის არის დიახ მეც იქ ვიყავი მე უნდა წამოსულიყავი მე მეტყვი მაგრამ დავიბენიო მეც იმ მომენტში და დარჩა იქ ანუ ეს არ იყო ჩამფიქრებელი და რაღაცა ხო აქვს ნიშნულობა ნანობს დიახ გასაგები არის უადო პატენ კი ბატონო მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ აი განკითხვა როდესაც შესხვა ყოველთვის ხილად იყოს ადამიანი მაგ დროს რომ შენც არ დაგემართოს და ძალიან ბევრი ადამიანს ემართება ასე რომ განიკითხავენ ამ დროს თვითონ ემართებათ ხოლმე უარეს რამდენად გენდობიან მამაგურამ აღსარების დროს პატიმრები იქ არის ცოტა სხვანაირი ცხოვრება ყველას თან ეჭვის თვალით უყურებ თან იმედის თვალით სხვათა შორის ყველაზე მეტად ღირებული პატიმრებისთვის არის მოძღვარი დედაც ის არის მამაც ის არის მეგობარიც ის არის ყველაზე მთავარი რა ხდება მაგ მომენტში აი რით არის მნიშვნელოვანი პატიმრის მდგომარეობა
დიახ. გარეთ ადამიანი მაინც თავისუფლებაში რო არის, გაღურილია თავის თავიდან, გასულია და თავის თავი დაკარგულიც კი აქვს. ანუ წარმოდგენათა ტყვეობაში იქ რაღაცა ფეხზე დგას, იქ ფული იშოვა, იქ რაღაცა იქ და ანუ რეალურად ვინც არის და რა აღწევს რაღაცებით ერევა ერთმანეთში და თვითონაც ვერ იპოვე ადამიანს ნამდვილად რომელი გიყურებს იქიდან ვერ მიენდობ აი იქ პირველ ესაც ციხე აკეთებს ჩამოშლის ამ ილუზიას რომელშიც ის ყოფებოდა იმიტომ ფული ჰქონდა თანამდებობა ჰქონდა თუნდაც მე მინახავს იქ მილიონერებიც მინახავს დიდი თანამდებობის პირების პარლამენტარიც ყველანაირ თქვენ გონიათ მარტო ის არის ახლა ქუჩიდან აყვანილი ხალხი არის ციხეები თანამდებობის პირთა ციხეები არის ძალოვანები ციხეები პოლკოვნიკები გენერალი რა ვიცი ყველა ჯურის ადამიანი და რა ხდება რომ რა საკვირდები იცი ყველა ნიღბის მიღმა რომელშიც ადამიანი ყოფება არის ადამიანი დიდი ნიშნით თავის თავი რო დაკარგა ამ სოციალურ ურთიერთობებში იმ სიმდიდრეში თანამდებობაში მინახავს ძალიან დიდი რა ვიცი რაიონის დაუშვათ გამგებელი თანამდებობის პირი პატარა ბავშვით მეთქი ეს არის ეს ადამიანი რომელსაც თელი ისა უზარმაზარი რაღაცა და დაცვით და რაღაცებით დიდი კაპიტ პატარა ბავშვი მე ტირის რამე შველება დავიღუპე ოჯახს ეშველება უამრავი რაღაცები ხდება დრატო იცი იფცქნება ანუ რა წარმოსახვით აქ შექმნა რჩება ნამდვილი და თუ გადალახე ეს პირველად უჭერთ ახლა მე ქალთა კოლონიაში დავდიოდი ქალბატონესას მოვიკითხავ დიდი სიყვარული და საოცარი ქალბატონი იგივე პირობებში ცხოვრობენ ხალი პატიმრებით გოგონები არიან ახალგაზრდა გოგონები ხან ნარკოტიკზე ხდებიან ახლა რაღაცა პირველად სიფცე რო ეთახურ არ უნახავს ეს დაჯახება პირველი არის შოკი აი პატიმრის უცბად რო აღმოჩნდება ისე სიფცეში და მაგრამ მე ხდება გონსმოსვა თანდათან თავის აი მე ხო გითხარით რომ ყველა ადამიანი არის თავის თავიდან გასული სამწუხაროდ აი ეს არის ბოროტი ანუ ბოროტი ადამიანი ბუნებით არ არის ხალხო და იმახსოვრეთ ყველა ვარ მაგაგებით ცოდვილი ბოროტმოქმედია ბოროტი არსი არ არის ადამიანი ბოროტი არის ადამიანი რომელიც თავის თავიდან არის გასული ანუ ნამდვილი მეს გარეთ ცხოვრობს ამარტია ბერძნულად ცოდვა ნიშნავს აცდენას ანუ რას აცდი 64-ს თავი 64-ში ნამდვილი კონსტიტუციური მდგომარეობა ღმერთის ქმნილება ხარ და ხარ სამყაროში აი ოქროს კვეთში როგორც ჟანგბადს სუნთქავ და ეს ნულოვანი დაძაბულობა როდესაც ეს აცდენა მოხდა ადამიანმა დაკარგა თავისი თავი და შესაბამისად უკვე მისგან უკვე მოქმედებები უკვე დამაზიანებელია სხვებისთვის და მისთვისაც. აი ერთ გამას ვაკეთებ ხოლმე დეფინიციას განმარტებას რომ ცოდვები კი არაა ცოდვა, ცოდვაა ცოდვა. იმიტომ ცოდვა არის ნების აცდენა ღმერთის გარეთ საკუთარი თავის გაღმერთება, მაგრამ ამას უკვე მოყვარა ხან შენ თავარს აცდი შესაბამისად არასწორი მოქმედებები, ამიტომ მოქმედებები კი არ უნდა მოინანიო, მაშინ რა აზრი აქვს? იმიტომ რომ სულ ბადება ამ არასწორ მოქმედებებს. იმიტომ შენ თვითონ ცოდვე გადამცდარი ხარ. ამიტომ მონანება რა არის? ის კი არა ბუზი მოკალი ლამის და ვაიმე და შევიგინე და დავწყევლე და განვიკითხე, არასდროს არ დამთავრდება. არამედ გონს მოსვლა მონანიება სად გადაცდი და რამ დაბადა ეს ცოდვები. ერთი ქალი ობობას ქსელისგან ასუფთავებდა ოთახს და სულოცულობდა უფალო როგორც ამ ქსელისგან ოთახს ასუფთავებ, ისე გაწმინდე ჩემი გულიო ბოროტებისგან, ცოდვებისგან და რამდენიმეჯერ რო გაიმეორა ხმა გაისმა, იქიდან ქალო ობობა მოაშორე და მეც დავისვენებ, შენც დაისვენებ. ანუ ობობა არის შენი საკუთარი თავის მინდობა, აი ამ პარტავნება, აი ეს ემართებათ ყველას. და შემდეგ უკვე საქმეები და ამიტომ იქ ადამიანი თავთან რჩება, აი ეგ არის გონსმოსვლა, ანუ ციხე არის დამატებით საშუალება განგებისკენ რომ დაეხმაროს. შეიძლება გადარჩენის ადამიანს რომ გონსმოსვაში რომელსაც უჭერს თვითონ მოვიდეს გონს. უჭერს და მაშინ ამას ებრაელები ეძახიან დახმარება შენს წინააღმდეგ. აი როგორც ბავშვს ხმარებით იმით რომ როდესაც არ უჯერებს შობლებს და რაღაცები იქ ეკალი შეერჭობა ან რაღაცა გაიკაცებს უკვე იოცულს ვამთ. არც ერთ ბავშვს რომელი ბავშვს უნდა მე ეკალი ამოუღო მე ეს დასაჯო ანუ კარგი გაგებით.
ისჯება, იმიტომ გონს მოვიდოს მეორეჯერ ფრთხილად იყო. აი დაახლოებით, ამიტომ იქ ადამიანს ხედავ თავდაპირველ მდგომარეობაში, სოციალური სტატუსით, თავისი მეს, ეგო რო აქვს, ეს აქვს და მით უმეტეს სასულიერო პირთან, რომელიც ახლა სათხა პროკურორთან სხვანაირ სახეს აჩვენებს, ადვოკატს, სხვანაირ დაჩვენებს და მღვდელი მისთვის არის მამა. გენდობიან. ღმერთი და პლუს მღვდელზეც არის დამოკიდებული, ხო? ჯერ ადამიანებად თუ დაინახავს, რომ უყარს ხარ გენდობა, მე მაგალითად 6 წელი ახლა კარგად გამიგეთ, სულ არ მჭირდება მე ჩემ თავზე ლაპარაკი, მე ფაქტს ვაფიქსირებ. ჩვენ არც ერთ კაპიკი ხელფასი არ გქონია. არც საპატიო ქონდა, რამდენჯერმე იყო ლაპარაკი ამაზე და საერთაშორის უცხოეთში ყველგანა კაპელანებს, მაგრამ ძალიან კარგიც. იმიტომ რას ფიქრობდი, იცი, მე თუ ხელფასი მექნებოდა, რაღაცად გაფუჭდებოდა. ჩემშიც და პატიმრებში. პატიმარის ხო იფიქრებდა ხელფასი, აბა არ მისცე ხელფასი თუ შემოვა და მეც ვიფიქრებდი რომ მე შემისამსახურია რომ მაგრამ როცა მე თვითონ ღმერთმა იცის და ჩემმა ცოლმა ჩემი მეუღლეს დასტები გვაქვს ასობით დასტები ჩვენ პატიმრებს რომ ვურიცხავდით იქით რა ვიღაცები იყვნენ ჩუქნიდან აქეთ რო ხედავდი პატიმრებთან დავდივარ ჩემი მეგობარი გიორგი ახლა უცხოეთშია და იქნება არ მოეწოება გვარს არ ვიტყვი რამდენი წელი მაფინანსებდა და თავისი ჯიბის ფულს მაძლევდა პატიმრებთან რო დადიხარო და ესე ზოგიერთები თორე მე პატიმრებისგან ღმერთმა იცის არც მახსოვს ერთი და ორი შემთხვევა შეიძლება გზის ფულად ვიღაცას ისე და აი ამიტომ გამოდიოდა კარგი ყველა მიცოდა რომ მე მივდიოდი მათი სიყვარულით მართლა მიყვარდა ამ სიყვარულის გარეშე ვერ გააკეთებ და რატომ მიყვარდა იცი არ შენ თამაშობ ახლა როცა გარეთ ვარ მაინც ფამილარობა მსახიობობა კარგი და იმიტომ რომ ვიღაცა ხდება და იმ დონეზე ველაპარაკები ბოლომდე ვერ ჩავდა არ დრო ყოფნის არ საშუალება ოჯახშიც კი როლს თამაშობ მე მამა ვარ ის შვილია ეს ცოლია მე ქმარი ვარ ის ძმა მე ის მეზობე ნახე ახლა როლებია აი იქ მე არც მღვდელი ვარ მან და არც არავინ და არც ის არის ვინმე შეიძლება თანამდებობა ქონდა გარეთ მილიონი ქონდა შეიძლება ვიღაცა პრესტუპტიკი იყო მაგრამ აქ ძალიან ახლოს ხდება მეს ორი მე რომელიც ორივე სხვადასხვა სკოლიდან იყო აი ქრისტიანობა რას ამბობს მტერი გიყვარდეს რას იშავს რომ მტერი ბუნებაში არ არსებობს რაც შენ მიგაჩნია ის აქედან ხოლო იმის თვალით შენ ხარ მტერი მაშინ და აქ მინიმუმზე გადის ეს გაიგივებები და გაუწყობება და და ძალიან ახლოს მივდივართ იმ დიდ მესთან, სუბსტანციურ მესთან, მე ვარ არსი, რომელთაც ყველანი ვარ დაღდასმული, რომლის რეალიზაციის ფაზები ვარ ჩვენ უკვე პატარა ეგოებით ვართ კაფსულ გადაფარული, როგორც რაღაცა კვერცხია ცილით გადაფარული, მაგრამ ცილა მე ხდება იმ რითაც დამამლულია იმის აი ჩვენ ყველანი დიდი მეს ვარიანტები ვარ გადაფარული უმწიფრობები და ამაში ვრჩებით გარსებით ვეხლებით ერთმანეთს და ვერც მოგვიფიქრებია რომ გარსის მიღმა ვინე იმას ვერ ხედა ყველა მთვალს ხედავს ერთმანეთში ეძებს არ არის და გაუცხოებები ხდება მაგიტომ მიდი ზოგი ციხე ზოგი ნარკოტიკი გარბიან იმიტომ რომ მზერა არ არის არავის არ ხედავს შენ ვიღაცას იმიტომ ჭირდები რომ დაუშვა შეიძლება დედას შვილი ჭირდება აქაც პროტესტია შვილმა რო იცის რომ დედა და მამას ის უნდა პროდუქტად რომ იმან უნდა გაუმართლოთ მათ აბა ტყუილად დავხარჯეთ მე ვიცი პირდაპირ აბა რამდენი დაგახარჯეთ ჩვენ მე ვიცი ესეთი მშობლები რომლებიც აი შვილები ჩამოიყვანეს რაღაცა ამასო ფული დავახარჯე გავყიდით ამასო ან ფეხბურთელად ან მოჭიდავ და ფულს მივიღებ და ბიზნესია შვილი სამწუხაროდ ეს ამას შვილი არ გაპატიებს ის პატარა გემორჩილება პროტესტი გრძელდება ადამიანი თავისუფალია თავისუფლებას ეძებს და ამიტომ გითხარით რომ მეც პატიმრებისგან არანაკლები ისწავლები. აი ეგ მაინტერესებს. ამდენს ეხმარებით და თქვენ რა ისწავლეთ მათგან? აი გეტყვით. თურმე რომ აი განგება აკეთებს ამისთანა იმას რა შენ ასე გაჩვენებს. თორე შეიძლება არ შევსულიყავი მე მაშინ ერთგვარად ყველანი კარგი გაგებით სასარგებლო ტყუილებში ვარ ჩვენ როგორც სიბზნესიც რო ის განგება ამას იყენებს ისევ შენ და სასიკეთო ანუ მე რომ მეგონა რომ პატიმრების მივდივარ დიახ და მათი რით დამაჯილდოვეს აი ზუსტად იმ ადამიანურობით რომელიც ამ შეფუთულობის მიღმა რომ ხედავი იქ რომელსაც ვერ ხედავ იქ სანამ გიორგის თვალებს არ ჩახედავ 12 წელი მე გიორგის თვალებში რო უყურებ თუნდაც ერთ ბიჭს ვამბობ თორე სხვებთანაც იგივე ჯერეთი თუ სუბტად არ უყურებ ახლა
თუ ინტერესით უყურებ არ გაგეხსნა მართლა სიყვარული თუ შეხედა გიბრუნებ იქიდან შენივე თვალები გიყურებს ეს იცით რა მხელა ერთხელ კაცო ხა გუდანის ციხიდან რომ გამოვედი თავიდან არ ვიცოდე ხა რა მდგომარეობა ისეთ ენერგიაზე გამოდივარ რამჭეს არ ვიცი აი თუ დამიჯერებ მარშრუტკა და ავტობუსი რომ გამიჯერებ და ან ჩვეულებრივ მანქანა ვერ ვჯდებოდი აი ვერ ვჯდებოდი ენერგიის სიჭარბისგან და სადღაც 5 კილომეტრი მეტი იყო კიდე გდანის ციხიდან მეტრო ახმეტელამდე ფეხით მივდიოდი ძირითადად მაგრამ იყო ხანდახან რო გამოვდიოდი ერთი გექტარი მიწა დაგეთოყრო ფეხზე ვერ ვდგებოდი აქ ესეც ხდებოდა რომ ძალიან დიდ ვიღაცას მიაქ ენერგია ჭირდება ეთყობა და აქ ვერ გიბრუნებს ყველა ვარიანტში უფრო მეტად სულ აქეთ იხებ რომ გამოვდივარ აი ფოთოლივით რამდენს გასცემ და არანაკლებს იხებ იმიტომ რომ ნამდვილია ურთიერთობები ნამდვილი აი სადაც ნამდვილია ურთიერთობები ვაჭრული გინდა დედაშვილ შორის იყოს თუ იქ ნამდვილი ურთიერთობა ფუფუნება დედაშვილობაც კი არ არის ნამდვილი თუ კი აი მე რო ვთქვი ისე უყურებ დედაშვილს და შვილი კიდე დედას სხვანაირად ყველგან სიყალბეა და აი ამიტომ ციხეში არის შესაძლებლობა ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი თავი დაენახოს ისე როგორც ასანახია და მეორე სამყაროშიც დაინახოს სხვანაირად სამყაროზეც ურთიერთობები შეიცვალა რა თქმა უნდა ხა ვინც ამას ჩაუკვირდება თორე ხა ავტომატურად ციხე რო იყოს საშუალება რომ თუ ციხეში ახლა 5 წელი იქნები იქ და ანგელოზი გამოხვალ პირველი მე წავიდოდი და ყველა იქ წავიდოდი უბრალოდ მე ვამბობ შანსია ახლა სხვა საკითხი ვინ როგორ გამოიყენებს ამ შანსს ანუ თვლით რომ რაღაც მომენტში ციხე ადამიანის გადარჩენის ადგილია სხვათა შორის ციხე მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საშუალება არ არის უამრავი საშუალებაა ღმერთს საავადმყოფო გაკოტრება რაღაცა ფლუქტუაციები რომელიც ნოლზე ჯდება ბიზნესი მონასტერია ციხე არ არის აქ თუ პატრულს მიყავს ძალით გარედან ქეჩოთი ხო იქ შინაგან პატრულს მიყავს შენ აქ უნდა იყო იქის პატრულია სინდისი ანუ რაღაცა რომელიც მას ეწევა იქით რომ იქ ნებაყოფლობით მოექცევა ისეთ აკრძალვებში რომელიც შეიძლება არანაკლები იყოს ერთ ციხეში ანუ ჩვენ ერთი უნდა გავიგოთ და ყველა ვინც განსჯის პატიმრებს და ქვას ესვით რომ ბოროტები არიან ისინი გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები როცა ქალს ქოლავენ ქვები უჭირავთ ეს ჩასაქოლია ვინაიდან ეს ქალი მრუშობაში წავიჭერეთ იესოს სიტყვები თქვენ შორის ვინც უცოდველია პირველი ესრული თქვა ვერავერ გაბედა ამიტომ სანამ ქვებს ესვრით ვირფას მაყურებლებო დებო ძმებო ჩემო შვილებო თუ რა ვიცი რა ბარა გითხათ ყველა ცოტა ხანი ქვა გააჩერეთ ხელში რომ ის პატიმარზე რომ გაიგებთ ისქრა დიახ მაგრამ რატო გიხარიათ ერთი ბერი იყო თორმე ტირს იწყებდა როგორც კი მეორე ბერს დაინახავდა რომ ცოდავდა ვაიმე ბედრკულს დღეს ეს ცოდავდა ხვალ მე შევცოდავ ამიტომ ის ჩენისთან ადამიანია იმას თავისი გაჭირება ეყოფა ეგერ ციხეა ეგერ ყველაფერი მე არ ვამბობ რომ ეს ხალხი არ უნდა დავიჭირო კარგად გამიგეთ მე ვამბობ ვიც იხდიან სასჯელს და კიდე დამატებით რომ ისინი ბოროტმოქმედები არიან და ჩვენ კეთილები კიდევ კარგად გავიგოთ ვინ არის ნამდვილი პატიმარი გისოსებს აქეთ ვინც დავდივარ თუ გისოსებს შიგნით არის იესოს სიტყვებს შეგახსენებთ ასე ადვილი არ არის თავისუფლება და დახარისხება რომ გისოსებს აქეთ ჩვენ კეთილშობილები ვარ და რასამო ჩვენ ხო ბოროტმოქმედი არა ვარ და გისოსებს შიგნით ბოროტმოქმედების ზიან და ეს ძალიან მყიფეა ერთ წამში შეიძლება დაინგრდეთ თქვენ აღმოჩნდეთ იქ და ჩვენ ყველანი და მეც არაფერი არ დასამალი არ არის რომ უახლოესი ადამიანი ახლაც იქ არის ჩემი და ყველასი და არავინ არ ველოდით ამას ეს ერთი მეორე არის გარეგნული სასჯელი მაგრამ არის არანაკლებ სასჯელი სინდისის სასჯელი აბა ჩავიხედოთ იქით მაგალითად განკითხვაზე ამპარტავნებაზე არავის არ იჭერენ მაგრამ ამპარტავნება არის პირველი ცოდვა რომელიცაც ყველა ცოდვა იბადება ამიტომ ის ფიზიკური სასჯელები არაფერი არ იმასთან შედარებით რა სასჯელითაც ჩვენ დავდივართ იესო ამბობს კაცის მოძულე კაცის მკვლელია მე მთავრობის მესმის მთავრობა რომელიც ერიდება აი სხვათაშორის ამინისტიები რო კეთება დააგვირდეთ თუ კიდე მძიმე სასჯელიანებს არ ეხებიან არ და პირიქით მართლა ასე უნდა მოხდეს მე 15 წუთიანი გადაცემებით სიტყვით გამოვიდი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის დომაზე ზუსტად ამასთან დაკავშირებით ამინისტია პირველ რიგში უნდა ეხებოდა მძიმე პატიმრებს და რატო 15 წელი რო აქვს 13 წელი რო აქვს 1/13 რა არის 2-3 წელი
იმას გააკეთილ შობი ის ხო გამოვა გარეთ და თქვენ თუ გონიათ რომ 3 წლით ადრე თუ გამოვა ის დახოცავს ყველას და იქ უნდა იყოს 15 წელი მაინც და მაინც და თუ 12 წელში გამოვა საშიშია არასწორია არასწორი არ ვიცი არ არის გამოკვლეული ამ პატიმრები არ იცი და ფსიქოლოგია დააკვირდით არ ვიცი ეგ როგორ შეიძლება პირიქით შენ დობას უცხად ის ადამიანია არანაკლებ სასჯელის ღირსებად ყველა ადამიანი ხალხო ღმერთის წინაშე ისეთი კიდე გეუბნებით რაც მე ჩამოვთვალე რაღაცების გამო ფციხე არ არის მაგრამ არის ღმერთის გარეთ ყოფნის მარადიულ ტანჯვაში იქნება ადამიანი ისეთი წოდების გამო რომელიც გააჩნია ყველა თანამდებობის თუნდაც უბრალესობას ყველა ჩვენგანს მეც როგორც მოდელს და მე როდესაც არ ვენდობი ადამიანს ვაბოროტებ ამიტომ დობა გამოიჩინო სახელმწიფო მე ვთხოვდი ახ პრეზიდენტსაც არ ვიცი აი ამ დროს როდესაც არის ნუ შეგეშიდება მე ვიცნობ პატიმრების ცხოვრება თქვენ დობას უცხადებ და ის არ გაბოროტება და გამოვა იქიდან უნდობლობით აი რამდენჯერ მინახავთ პატიმრები რომელიც უყურებენ ოჯახები თქვენ კარგად თქვით ოჯახების პატიმრები არიან წარმოიდგინეთ უვადო პატიმრის ოჯახები 20 წელი 25 წელი თუნდაც 7 წელი 10 წელი როდესაც რა დღეში არის ყველა და ამინისტიას ელოდებიან მოდივად რაღაცა რომ 1 წელი მაგ 2 წელი და ხედავენ სულ დაბალი იმის ძირითადად ასე ხდება და მაღალისკენ თავს იკავებენ და არადა პირიქით მოდი რა დობი წავიდეთ იმიტომ რომ ქრისტეს გვასწავლის ამას ადამიანს დობა გადაარჩის იესო რას აკეთებს ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი მასა ვინ არის სამყაროში დღეს არა კაციტკვლელი არა ნარკომანი ანუ ისა გამყიდველი ნარკოტიკების არა ვიღაცა არამედ ქრისტეთკვლელი დიახ ქრისტეთკვლელები და იესო რას მამა აპატია მათ არიციან რას აკეთებენ გესმით და იესო ჯვარზე მიდის იმიტომ ჯერ ადამიანში ადამიანი ამიტომ არის გარსი რომელიც გამოც ადამიანი იქცეს და არის არსი რომელიც არის ღვთის მოშიში ყველგან ღმერთია და იესო იღებს ჯვარს მან არ წავიდა იერუსალიმში და სასტიკის ომებით არ ეცადა ბოროტების აღმოშანთვას იმიტომ რომ ბოროტ მოქმედ ძალით დიახ ციხეში დაიყო აქ ლაპარაკი არ არის კაცო აქ სხვა დობაზე წყალობა უფრო მეტია ვიდრე სასჯელი და სასამართლო აი უფლის რა არის ჩვენთვის გზავნილი ნუ იესომ წყალობით მოინანია მონროთ მოქმედებმა ავაზაკი პირველი ინანიებს რატო შიშის გამო კი არა იესოს სიყვარულს ხედავს ადამიანურობას ხედავს როგორ ლოცულობს თავის ტაჯველებსაც კი მამა ვაპატი და ეს შეძრავს მის გულს იმიტომ რომ თუ ადამიანი არ შეიძრა შიგნით შეიძლება ციხეში ყავდეს 5 ხუთს გამოვა უფრო გაბოროტებული იქნება ისევ სახელმწიფო ისევ ვერი დაზარალდება რას უშვებ აქეთ გაბოროტებულ ადამიანს და არ გირჩევნია რომ რაღაცა წყალობა გამოვიჩინოთ ამნისტიის დროს უფრო მეტად ვენდოთ და ის დააფასებს ამ დობას მე პასუხს ვაგებ მე ჩემი თვალიდან ნანახი მე არ ვამბობ ისეთ პათოლოგიებზე რომელთა გამოშვება არ შეიძლება რაღაცაირად საშიშია და შემოწმებულია რაღაც ისე ფიზიოლოგიურ დონეზე მაგრამ როცა 10 წელია თუნდაც 2 წელით რაჩუქებ იცით რა ემართებათ იმათ იცით რა ყველა ადამიანში ღმერთი ცხოვრობს თქვენ თუ გონიათ რომ ციხეში ვინც არის მეტად ბოროტმოქმედები არ ვიდრე ჩვენი ცხოვრებისეული წესების გამო კარგად ჩავიხედოთ გულებში და ქვები ცოტა ძირს დაუშვას ყველამ და ამ გზით თუ წავალთ ამიტომ ვთქვი მე რომ სახელმწიფოზე რომ როდესაც ხალხი ასეთია დაუნდობელი ის რატო გამოუშვეს ეს რატო თავრობას ხალხის ხარეზეა რატო თუ ხალხი ასეთია მეც შევიკავებ თავს განათლება გვაკლია აი ამაზე უნდა ისწავლებოდეს რომ არავითარ შემთხვევაში აქ არ არის ლაპარაკი რომ დამნაშავე პირიქით სამართალი დაახსრულდეს მაგრამ ერთია რომ აღასრულე დიახ მამამ ცემა ბავში მაგრამ ბებიამაც ცემოს ბაბუამაც ცემოს დედამაც ცემოს კაცო გული არ გაუსკდება ცემა მამამ სახელმწიფომ ბავში ხო დაისაჯა გააკეთა ცუდი ზის იქ და ჩვენ ახარა იმას კამაგასაო კიდე მე მოეფერე ილოცე მასზე რაღაცა წყალობა გააკეთე რომ შენც ადამიანი ხარ რა გზნობინე ნუ გეშინია და როცა ასე შევხედავ აი ესომ რა გააკეთა ჯვარზე როცა ასე შეხედა ბოროტმოქმედებს მამა ვაპატია მათ არიცი არასაკეთე ავაზაკი ინანიებს უფალო მომიხსენე მეო და
დღეს ჩემთან იქნები 64-ში. პირველი ვინც შედის სასოფლოში არის ავაზაკი. ამიტომ ავაზაკი ბუნებით არ არსებობს ბოროტები მოქმედი. გაბოროტებულია და ამაში საზოგადოებაც არის. თვითონ ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენგან ამოდიან ეს რაღაცას ვაკლებთ, რაღაცა არ დახვდა იქ, როგორც საჭირო იყო, იქ იმედმა არ გაუმართა, იქ და ამის მერე კიდე იქაც აი ეს რომ პატიმარი იქ უნდა მოკვდეს და იქ უნდა იყოს მისი ადგილი იქ არის მე რამდენისგან გამიგია მაგრამ ის ზუსტად განგება იმიტომ ვაკეთებ თომას რომ აი ყველა ვინც ასე იქცევა თვითონ რომ დაინახავს რომ თვითონ აღმოჩნდება ხვალ პატიმრის შობელი ან ახლობელი აი მე ჩუმდებიან ხოლმე და ნუ ვიქნებით ასე აგრესიულები ისინი იხდიან საჭიროდ ჩვენისთან ადამიანები არიან ჩვენზე მეტიც კიდე საოცარი სამყაროს ჩვენი შვილები არიან ისინი უნდა გამოვიდნენ ერთად უნდა ვიცხოვროთ აი ასე შევხედოთ, ასე გავზარდოთ შვილები და აი სტიგმა რო საშიშია რახან ქისოსებს იქითა. ჯერ ქრისტე ამბობს, შეიცნობ ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენო. და ისინი ეკითხებიან იუდეური სადა ვართო ჩვენო მონები არასდროს არ ყოფილვართო, ამ პირდაპირ მიიღეს ვითომ. იესო ამბობს ყოველ ცოდი მკეთებელი ცოდის მონა. აი ვინ არის თავისუფლად ჯერ კიდე საკითხავი ვინ არის უფრო მეტად თავისუფალი. გარეთ ვინც არის, აქეთ თუ შიგნით ვინც არის. თავისუფლება ეგრე არ მოდის. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენად აგრძელებენ ეკლესიურ ცხოვრებას მამაგურა? კი ბატონო. აქაც გააშია ხა მე კიდე გეუბნებით, მე იდეალიზაციას არ ვაკეთებ მართლა ციხის, თუ მორჩა ეხო ყველა ციხეში კარგად გამიგეთ, მე ამაზე ხაზე გავუსვი კიდევ ერთხელ. მოგეთ ისევ და ისევ ადამიანზე და მოგედებული, თორე გარედან უბრალოდ ციხეში ყოფნა რომ მოაქცევდეს ადამიანს, პირველი ალბათ ბევრი წამიდოდა იქ რა არა. მაგრამ ყველაფერი არის მართლა მეც დამწყვეტია გული არატვერის არ ეწყინოს და ისეთი სიყვარული გამიცია ისეთი ერთგულება თავიდან ასე მეგონა ჩვენ მორჩა ჩვენ სამოდამ მეგობრობა დავრჩი გამოდიან შეიძლება ერთხელ დარეკოს მაგრამ არა და მაგრამ მე ვაპატიე კი არ მივხვდი რაღაცას გესმით რაღაცას მივხვდი იმას მივხვდი რომ ნუ ხარ წვიმა ხო და ქოლგა ხო გაქვს ქოლგას ხო იყენებ და როცა წვიმა არის ხოლმე დაყუდებული დაახლოებით იმ მომენტში იქ რო იყო იმას ძალიან ჭირდება როცა გამოდის ადამიანები ვარ ჩვენ სხვა ცხოვრება აქვს ხო და მადლობა ღმერთო ხო ახსოვს რა გააკეთა მამა გვახ რა თვიდა ხა მუდმივად ახლა შენ ეს გამიკეთე და მე მივხვდი რომ წავიდეს იცხოვროს ადამიანები მე ეს არ მჭირდება სხვას გაუკეთოთ მაგრამ მაინც ხო გაახსენდება ამიტომ იცვლებიან კიდეს ჩემთანაც მოდიან აღსარებაზეც სხვათაშორ კიდე რა ხდება იცი პატიმრებთან ისეთ თვისებებს აღმოაჩენენ და ისეთ ნიჭუნარს რომელიც მანამდე არ ქონია მანამდე იმიტომ რომ ვერ იცლიდნენ სხვა რაღაცები ხო ესეთი გამოთქმარი შენიცი როიალზე დაკვრაო და არა და გაგისინჯა იქე და ხა შემართებოდ უცბად აღმოაჩენენ რომ თურმე ხატვის ნიჭი აქვს ხატწერობის თქვენ რო ნახოთ მე-18-ში რა ხდება რომ შეხვიდეთ იქ ისეთი ტექნოლოგიები აქვს, ნაყიდი აქვს ისინი რაღაცეები, იარაღი, ის და უნიკალურ მებს აკეთებენ ნაკეთობებს, უნიკალურ აი მაგდა პაპიძე მაგალითად. მაგდა აი წერეთელზე არის სხვათა შორის აი ვურჩევდი სმენელებს წერეთელს ქუჩას ნომერი არ ვიცი მეტროსთან ახლოს პატიმრები მაღაზია სპეციალური ნახეთ რა ნაკეთობებია უნიკალური ხეზე იქნება თუ ხით მაგდა პაპიძე ისეთ ნახატებს ხატავს და ისეთ რაღაც აკეთებ და რას მეგონა მაგდა რომ მე რო აქ ვზივარო ხო უატო პატიმარია და თითქოს ვერაფერს ვერ ვაკეთებ ვერავისთვის რაღაცა მინდა გავაკეთო რა რომ ამ ნახატებით რაღაცით რომ მე მაინც საზოგადოებისთვის ვარ და რაღაცას ვუბრუნებ საზოგადოებას მიუხედავად იმისა რომ აქ ვარ და საოცარი სამყარო აქვს ის და სხვაებიც რამდენიც გინდა ისეთი მებს ანუ აღმოაჩენ ისეთ ნიჭუნარებს ერთი თოდუა ეყო მანდ მთელი ეს მუსიკები დაწერა ელექტრონული მუსიკები მთელ სოფლიოში გამოხმაურებები ქონდა ხელით შეუწყეს თეატრები იდგმება სიცოცხლე დუხს რა კიდე გეუბნებით აი ხა მე მიჭირ თქვა რომ პატიმრები ჩვენისთან ადამიანები ეს როგორ შეიძლება არ უნდა თქვა ხა რასიშა პატიმრები აბსოლუტურად არაფერი განსხვავება არ ერთადერთი ბედის წერის გამო ისინი იქ აღმოჩნდნენ დღეს ხვალ არ ვიცი ვინ იქნება იქ და კაცი შეიძლება არის და პლუს კიდე აქვს საშუალება რომ პირიქით უფრო მეტად ადამიანები რო გახდნენ და ის შეცდომები არ დაუშვან რომელიც აქამდე დაუშვეს მამაგურამ წლებია დადიხართ საპატიმროში
რაღაც კურიოზები გამორიცხულია რომ არ ყოფილიყო. შემთხვევები კურიოზები გაიხსენეთ რა რამე მოვიყევით. აი მე-6 და მე-5 საპყრობილე უყურებს ერთმანეთს. რუსთავში აი აქეთა კალსა კოლონია მე-5. კოლონია ნუ გარეთ გამოდია ხო და იქით მე-6 არის უკვე საპყრობილე ანუ საკნებია მარტო და მათ შორის მანძილი არის მაქსიმუმ 100 მეტრო. ერთმანეთს უყურა ხა წარმოვიდგინე იქ მამაკაცები და აქ ქალები. ეგ იმან რო იცის რა აი აქ და მაგ პერიოდში იყო ესეთი სანათები ქონდათ წვანედან ფერადად ანათებდა და ამ კედელზე წერდნენ ასოებს იქიდან და აქედან და ფაქტურად ტექსტებით ელაპარაკებოდნენ. და იქ ახლა რა ხდება? აქედან ხდება სასიყვარულო წერილები და გადადის რაღაც ურთიერთობებში და კურიოზი და ისეთი მოხდა რომ მოდის ატირებული ჩემთან ერთი კალი ერთი ნუ 45 წლამდე ესეთი და ტირის მამაგურა მახსოვს რა არის მეთქი მოკლედ თავი იმ ბიჭის იქით ზის 21 წლის ბიჭი ამას თავი გააცნო როგორც 17 თუ 18 ან 19 წლის ან 20 წლის გოგონა იმან სახე არის ის ამისი ელაპარაკება ამეებით შორი და იმას ამასობაში ამ ტექსტები მე წერილებს წერე შეუყვარდა როგორც 20 წლის გოგონა ამან მე გავაკეთე სპეციალურად იმდენად რომ ერთხელაც ამ ქალს 45 წელსაც მოადგემი მშობლები ბეჭდით და უსად გავიქცე არის დაიბალა ეს ქალია კაცო 45 წლის ხუთი შვილის დედა და ახლა რაზე ტირის მამაგურამ რა ვქენიო ხომ გასაგებია რომ იმას ტრამვა მაგრამ 2 თუ 3 წელი ხო ვაბედნიერეო რომ ამ წერილებზე მიულზერული მაგრამ მაინც ლამაზი სამყარო ხო ვაჩუქე მართლა დავფიქრდი და რა იყო ნუ მოკეთ ისე დავტოვოთ ყველა ისე მიიღოს როგორც უნდა ისე ახლა ჩვენია შეფასებები და მე ვერ ბედავ შეფასებას რა შეიძლება მომხდარიყო ხო კი რა თქმა უნდა არის იმედი რაღაც რა და პატარა კურიოზი რა მითხარით ქსნის ციხეში ვარ ქსნის ზონაში და იქ რო შევდიოდით რო იცოდნენ ახლა მე მოვდივარ წირვას ჩავატარებდი და ამსახურებას და შემდეგ უკვე ერთი დიდ მოგეთ საჭმელს გააკეთებდი დიდი ტაფა აქვს ესეთი რა არის მე რამდენი მილიონერისგან გამიგონია რომ ყველაზე გემრიელი საჭმელი სიღარიბეში ღარიბ ოჯახში ვჭამეო და რაღაცები იქ რა ხიბლია ისე ყველაფერი სხვა ფერი და სხვა გემოა აი პატიმრის გააკეთებული ეს კარტოფილი ახლა დიდი ლობიო პურსი მასშტაბი თავიანთი გამოცხობილი პური ხშირ შემთხვევაში თავიანთი მოყვანილი კიტრი პომიდორი რაღაცები ხო აქვს რაღაცები მარწყვიც კი მიჭამია მათი მოწეული აკეთებენ რაღაც ხო და ერთი 20 პატიმარი ზოგი ფეხზე დგას ზოგი აი მაგიდასთან სხედვარ და ნუ ხადაგებ და როდესაც დავამთავრებთ ამ საუბარს ყველა უსმენს გაფაცისებელი აი კიდე რა არის პატიმარი არის ყური ინფორმაცია აუ საცალია ენერგიას არ ხარჯავს არაფერში მობილიზირებული ოღონდ კი რამე გაიგო აი ამდენად გისმენს და მეც ესე გისმენე ხო და ვზივართ ახლა აქ და ერთი 10 ბიჭი დიდი მაგიდის გარშემო და მომიტანეს აი ასეთი ახ მით რა ქვია მას აბა ქართულად ჩეფირს ეძახიან ციხეში ამას კეფირი არა ჩაი ოღონდ როგორ დაყენები ხო იცი მაგარი ძლიერი რომ მასშურება რა ტონუსს აძლევს და პატიმრებისთვის ეს ახლა იგვინო არ არის აფერად და ნუ თავს ამით ის არის მათთვის ეს ყველაზე ისეთი ანუ პატიმარო ჩეფირს იმას ეს არის მისთვის საუკეთესო რაც კი პატიმარმა შეიძლება იქ მოგართვას ახლა იქ ჩეხერთმა და ის არ არის რაღაცები ხაჭაპური და წვადები მაგრამ და დასალევები კონიაკი ხო და დამიდგეს ასე მე თან საუბრობ ახლა საჭმელი ჭამე და ახლა შევხედე ამას და სავსეა დიდი ამაზე ორჯერ უფრო დიდი ვაიმე რა დალის მეთქი ახლა რო არ დავლიო ამათ ეწყინებოდ გული უნდა გაუწყო უნდა დავლიო მომკლავს ეგა და ახლა ვიხანგძლე რაღაცა ნეელელა ვწურობა ერთხელ მოვწურბე დავდგე ვითომ საუბრობ რომ როგორმე იქნებ რაღაცა მეშველოს რომ ან დრო გათავდეს თუ წავიდე და ეს დაულეველი დავტოვო არ ვაწყენინო ისე და წერა ამ დროს ერთი ორჯერ სამჯერ რომ მოვწურბე ესენი მიყურებენ ცოტა იქით და გვერდით რომ ის საწყალი ამას თურმე ვერ მიბედავდა ერიდებოდა და
მამა გურამ ის უნდა გადააწოდოთ იქითო და ამიტყდა სიცილები უკვე გამახსენდა კაცო მაგ მომენტში გადამეკეტათო ვიცოდი რომ წერაზე ტრიალდება ეს არის გვარი ჟესტიც არის მეგობრული ისიც არის და იმდრო ტრიალეს რაღაცა ხდება აი პატიმრები რომ ალბათ საბჭოთა კავშირის დროს მახორკები და ბეჩოკები და რაღაცები რომ იყო და ერთმანეთს რომ ერთი მასი არის ერთი 10 კაცი ვიღაცი სხვა გემოა ხო აი ესე ყოფილა ეს კაცო და მე კიდე ამიტყდა მე თვითონ ჩემთავზე გამიცი და ამათ კიდე ბაუტყდა ციცილო ჩვენ მოგვერი და უკაცო რო გვეთქვა ვახა შენ ისეთი ბევრი ვიცინეთ მაგაზე მე გავთავისუფლდი კაცო გავავიდა დავიჯე რამდენი რამე შეიძლება მამა გურამ ბოლოს ტრადიციის ამებრ რისი თქმის სურვილიც გაქვთ ჩვენი მსმენელისთვის თუნდაც ეს არ იყოს ჩვენი გადაცემის ფორმატში შეგიძლიათ მიმართოთ ახლა პირველი სიტყვა რა წამოწ არ დავამახიჩებ ამას თუ მე გამიფუჭდება იყავით მოწყალილი როგორც მამა თქვენია მოწყალი ვინაიდან მას თავისი მზე ამოაყავს ბოროტზეც და კეთილზეც თქვენს ამიტომ ნუ გაარჩევთ ანუ ჯობია რომ ჭარბად მოწყალი იყო ზედმეტად ზოგი იმართებს თავს ხოლმე აი რომ გაუკეთესი კეთე არ დამიფასა ჯობია ვიდრე შეგეშალ და კიდევ თავრობასაც მიმართავდი და ყველა ადამიანს რიგიცაც ესეთი გამოთქმა არსებობს ჯობია რომ 10 დამნაშავე იყოს გარეთ შეცდომით დაუშვათ ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში უდანა თუნდაც ერთი უდანაშაულო აი სახელმწიფოს თხოვდი რომ ესეც გავითვალისწინოთ რომ როცა ადამიანი მონანიებულია როცა იწლები ცოტა აი მარტო დანაშაულის მუხლს და იმას უყურებ პიროვნება გავითვალისწინოთ ადამიანის მდგომარეობა და ამისთვის ალბათ აჯობებს რაღაცა კომისიაც კი შეიქმნას განსაკუთრებით უვადო პატიმრებთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე ვთქვი რომ ფსიქოლოგი ვდელი ყველაფერი აი არის თუ არა ადამიანის საში 20 წელია ზის გიორგი 30 წელი ახლა რომ გაუშვებ გიორგი მართლა დაგხოცავს დაგვერევა და საშიშია და არ გამოუშვა თუ შურს ვიძიებ 20 წელი ცოტაა ის გასაგებია რომ დედაც მესვი ყველა გასაგებია მაგრამ მოწყალი ჩვენც ხო გვიწყალებს უფალი და ახო არ არის ლაპარაკი რომ მოიხადა ამდენი წელი და თუნდაც ბრასლეტით პატიმარი იქნება ისევ და მეტი მოწყალე ვიყოთ და გადავაჩინოთ ადამიანის სული უყუროთ გარეგნულად ვინ როგორია მარტო პატიმრებზე არ ვამბობ ზუსტად აი ცოტა მარგინალებს ხანაერად რო უყურებთ ვიღაც განსხვავებულებს და ზემოდან რო დავუყურებთ ყველას თუ ქრისტიანები ვართ ადამიანის არსი და ვინახოთ და იქ შიგნით ყველგან ღმერთი ცხოვრობს იესო რო ამბობს პატიმარი ვიყავი და მომინახულეთ უპოვარი ვიყავი და შემიფარეთ სახშიო და რო ეკითხებია როგორ ეგო როდის გნახეთო ჩვენო უსაყარო მიუსაფარი დევნილი როდის გნახეთ საპყრობილეში და გინახულეთ როგორც კი გაუკეთეთ ერთ ჩემს მცირე ძმათა მე გამიკეთ მაშასადამე ამიტომ ყოველთვის იცოდეთ რომ როცა თუნდაც მათხოვართ ფულს აძლევ ვიღაცას ეხმარები ვიღაცას მიწალებ ზემოდან არ შეხედო ეგ ღმერთია ყველგან და ეს შენ თვის გააკეთა იმას შენ როგორ შეხედა შენ მართლა გონია რომ ის მათხოვარია და შენ მაგარი ხარ თუ ამით აძლევ შენ უკვე შენ თავს უნდა შეხედო რომ ყველა ერთი ვარ ეს ნაჭუჭები გარსები ჩვენ ხვალ არ გვექნება ერთი ამნეზია რომ დაგვემართოს არაფერი დარჩება წმიდა ცნობიერება რომთაც გაჟღენთილია ქვიდან დაწყებული ადამიანი დამთავრებული ყველაფერი სამყარო ამიტომ უფრო მძიმე მზერას უსურვებდი ყველას მზერას რომელსაც შეუძლია ამ გარსების მიღმა დაინახოს ერთი ღვთიური სიცოცხლე ნაპერწკა რომელიც იტანჯება იმ სხეულში იესო ერთჯერადად არ იტანჯება გოლგოთაზე ეს არ არის ისტორიული ფაქტი იესო როგორც წმიდა სული წმიდა სიყვარული წმიდა არსი ყველა სხეულში მუდმივად იტანჯება ვიდრე ამ სხეულს არ აწევს მაგრამ და გონს არ მოიყვარ და ამიტომ ჩვენ ადამიანებმა თუ გვიყვარს იესო მაშინ ადამიანი შევიყვაროთ ვისშიც იესო იტანჯება რომ მალე დავეხმაროთ იესოს იმ ჯურისძიდვაში რომელსაც ის ეზიდება ყველა ადამიანის სხეულში ცხოვრებით აი ეგ არის სიყვარულის კანონი და მაშინ იქნება სათასასობრივი დედამიწაზე და არა საიქიოში რომელიც ჩვენ რაღაცნაირად ძალიან ზედმეტად ვართ გატაცებული და რეალობა ხელიდან გვეცილება ძალიან დიდი მადლობა მამა გურამ ასეთი საინტერესო საუბრისთვის ასეთი საინტერესო რჩევებისთვის უღრმესი მადლობა აი ხარით მადლობა თქვენ რომ მოგვეცი საშუალება რომ შევწევოდით პატიმრებს ოჯახებს თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე
ეპიზოდს წარმოგიდგეთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.